არაფერი მოასწავდა უბედურებას, უბრალოდ პარასკევი იყო 13 რიცხვი. ალბათ ყველამ ვიცით, რომ სრულმორწმუნეები ხშირად ამ რიცხვს და ამ დღეს, როცა ერთმანეთს ემთხვევა, ყველა მოელის ან უბედურ შემთხვევას, ან რაღაცა ძიმე კლიმატურ კატაკლიზმებს და ასე შემდეგ და სრულმორწმუნეობა იქით იყოს და ზუსტად პარასკევს 13 რიცხვში გამთენიისას ისრაელმა მიიტანა საჰაერო დარტყმა, სარაკეტო დარტყმა ირანზე, მის ბირთვულ ცენტრებზე და ეცადა გაენადგურებინა. დღეს ამ ვიდეოს მე ვწერ უკვე ორშაბათს გვიან ღამით, უკვე 17 რიცხვი დადგა. ცხელგულზე საერთო არაფრის კეთება არ ვარგა და მით უმეტეს, როცა რაღაცა პრეტენზია გაქვს ამ მედია სფეროს შენი აზრი დააფიქსირო და შესაბამისად ველოდებოდი თუ რა განვითარება მოყვებოდა, მე ნიუსმეიკერი არა ვარ, რომ დამждარიყავი და step by step გავყოლოდი, მაინტერესებდა უბრალოდ რა ხდებოდა და რისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი. დაიწყო ყველაფერი იმით, სანამ ჩემს მოგახსენებთ. გავუყვეთ ქრონოლოგიით თუ როგორ განვითარდა მოვლენები და მოკლედ აქაც კი სასწრაფო პოლიციური მანქანები დადიან, ესე ვთქვათ, უნისონში ახლო აღმოსავლეთთან მოვლენებასთან დაკავშირებით. მოკლედ ეს ამბები დაიწყო და ამას წინ უძღოდა ორი დღით ადრე თუ არ მეშლება საერთაშორისო ატომური, ზუსტად რო განმარტო აბრევიატურა, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვინმე რაფაელ გროსის, ეს ეროვნებით არგენტინელია, პროფესიით დიპლომატი, იქ მონაცვლეობით არის და ეხლა მისი კადენციის პერიოდია. მან დადო ესეთი დასკვნა, რომ მოკლედ რო თქვა, ირანის ხელისუფლება გაურბის შეთანხმებას და გარკვეულწილად პასუხისგებლობას, რომ ეს ბირთვული პროგრამა არ გადაიზრდება სამხედრო პროექტში. მან არგუმენტირებულად განმარტა ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, დასკვნა დადო და ეს თარიღი ემთხვეოდა ზუსტად დონალდ ტრამპის მიერ მიცემულ 60 დღიან გაფრთხილებას. და 60 დღე იწურებოდა პარასკევს და შესაბამისად, ესე იგი, გუშინ კვირას უკვე 15 რიცხვში უნდა შემდგარიყო მორიგი შეხვედრა და მოლაპარაკება ამერიკელებსა და ირანის ხელისუფლებას შორის ომანში, კერძოდ, რომ გარკვეულიყო თუ რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა შესაბამისად ამერიკელების მხრიდან და რაზე თანხმდებოდნენ ირანელები. მაგრამ ეს ყველაფერი ჩაიშალა, ისრაელმა ეს ყველაფერი გამოიყენა სათავისოდ და კერძოდ ბენიამინ ნეთანიაჰუმ შინაურ პოლიტიკურ წრეებში იგივე ბიბი დაასწრო ყველას და ყველაფერს და ერთგვარი რევანში აიღო დონალდ ტრამპზე. კარგად გვახსოვს, ვინც მეტნაკლებად პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ვადევნებთ, რომ ალბათ ერთი თვის წინ ცოტა მეტი ცოტა ნაკლები, ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ სერიოზული ვოიაჟი ქონდა დონალდ ტრამპს, პირველი გასვლა ქონდა, ესე ვთქვათ, თუ არ ჩავთვლით რომის პაპის დაკრძალვას, პირველი სერიოზული პოლიტიკური გასვლა ქონდა არაბეთის ქვეყნებში. საუდის არაბეთში, იქვე ყატარშიც იყო და საემიროებშიც, მე მგონი და ჩაითვალა, რომ ეს სამდღიანი ვიზიტი იყო საკმაოდ წარმატებული. და რა იგულისხმება ამ ყველაფერში? ის, რომ ფაქტობრივად 4 ტრილიონ დოლარზე, თლად 4 ტრილიონი არ იყო მაბატით, მაგრამ მიახლოებით რომ დავამგვალოთ, საკმაოდ კარგი ხელშეკრულებები წამოიღო ამერიკაში. მაგრამ დაგეგმილი იყო ისრაელში ასევე ვიზიტი, არაბული ვიზიტის შემდეგ. და დონალდ ტრამპი არ ჩავიდა.
არ ჩავიდა ისრაელში და ეს ჩვენი ბიბი ნეთანიაჰუ დატოვა გაკვირვებული, გაწმილებული და როგორც ჩანს გაბრაზებული. მიზეზი ის იყო, რომ მას არაბეთში ფაქტობრივად სიტყვა ჩამოართვეს, აი ამ ხელა ფინანსური კონტრაქტების სანაცვლოდ მას მოთხოვეს, რამდენიც შეიძლება ხა ამერიკის პრეზიდენტს მოთხოვა, მაგრამ ჩვენ ესე ვთქვათ. მოთხოვეს და ესე ვთქვათ აიღეს წინაპირობა, რომ ტრამპი თავის პრეზიდენტობის მმართველობის პერიოდში ყველაფერს შეეძლებოდა, რომ არაბეთში და ახლო აღმოსავლეთში ომი არ მომხდარიყო. როგორც ჩანს ამის პირობა დადა დონალდ ტრამპმა და ისრაელში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ იქ საუბარი უნდა შემდგარიყო ზუსტად ირანზე, ესე იგი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეტევის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. რახან ეს თემა დღეს ასეთიდან ამოვიდა, ტრამპმა ჩათვალა, რომ საერთოდ არ ღირდა ისრაელში ჩასვლა. და ჩამოვიდა შემდეგ ბევრი რამ განაცხადა ამასთან დაკავშირებით, იქ დროები იყო დათქმული და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა უკვე ავტონომიურად ემოქმედა და 60 დღე რო გავიდა ფაქტობრივად პარასკევს, ორი დღით ადრე აი რაფაელ გროსის ესე თქვათ მოხსენებაც დაემთხვა, ერთი მეორეს მიემატა და დამოუკიდებლად იმოქმედა. გამთენისას მიიტანა იერიში ირანს. პირველი ეფექტი რაც იყო ამერიკაში რაც ჩანდა, ეხლა ჩემს ფონად არის ლაივ კამერები. ძირითადად არის ისრაელის ქალაქები, კი ასეც არის. და ყველა ელოდება რა მოხდება დღეს. აქ ეხლა ღამეა 2 დაიწყო, ისრაელში გათენდა. და მოკლედ ბიბი აღარ დაელოდა ტრამპის გადაწყვეტილებას და ესე თავნებურად დაიწყო ეს სამხედრო ოპერაცია. იმის ეჭვი, რომ ნეთანიაჰუ ყოველ შემთხვევაში ამგვარ მოქმედებებზე შეთანხმება არ ჰქონდა დონალდ ტრამპთან, ამის აზრის გამოთქმის უფლებას მაძლევს ის, რომ საღამოსკენ უკვე პირველი იერიშების მერე მარკო რუბიო, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, განაცხადა, რომ ამერიკელებს საერთო არაფერი აქვთ ამ საჰაერო შეტევასთან. ეს იყო ზუსტად ის ნიშანი, რომ ამერიკელები გაემიგნენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, ტრამპი მოსალოდნელი იყო, რომ 60 დღის მერე ალბათ განახორციელებდა რაღაც ქმედებებს, მაგრამ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ერთი ვადა როცა იწურებოდა და შედეგი არ იდებოდა, გინდა რუსების მხრიდან, გინდა უკრაინელების მხრიდან, ეს არ იყო იმის დაუშვათ მიზეზი, რომ ან სანქციები შემოიღო, ან ერთისთვის ომი გამოეწყოდებოდა, ან მეორესთვის იარაღი შეწყვეტა, განეხორციელებინა და რამე რადიკალური ნაბიჯები. ეს თარიღები, როცა იდება განსაკუთრებით ტრამპის თანამედროვე პოლიტიკაში, აი ახლანდელ პოლიტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ეს არის გაფრთხილებიდან გაფრთხილებამდე. ეს ბუნებრივია ნეთანიაჰუმაც კარგად იცოდა, მაგრამ სათავისოდ გამოიყენა და თავს იმართლებს, რომ 60 დღეც გავიდა, გროსის განცხადებაც დაერთო ამას ყველაფერს და ისიც თქვა, რომ ტრამპის მიერ მიცემული ვადა გავიდა. ტრამპი ცოტა უხილ მდგომარეობაში ჩავარდა, იხტიბარი არ გაიტეხა, მან თქვა, რომ ისრაელმა გააკეთა ეს რაც უნდა გაეკეთებინა და ეხლა დაველოდოთ მოვლენებს და ასე და ამგვარად. სხვათა შორის აი ესე უხერხულ ვითარებაში აგდებს ხოლმე ტრამპს და არაერთხელ ჩაუგდია ვლადიმერ ზელენსკი და მთლიანად ეს კოლექტიური ევროპა. და მე როგორც თქვი, დონალდ ტრამპი არის თავის ქმედებებისა და საქციელის ტყვეობაში, იმიტომ რომ მას რო რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა და ამ მტრისთვის დაერქმია მტერი და მოყარესთვის მოყარე,
ამ სიტუაციაში არ ჩავარდებოდა. ამაზე მე მთელი ვიდეო დავუთმე, ზუსტად წინა ვიდეო, ვინც თვალს ადევნებთ ჩემს საქმიანობას. ეხლა მეორე და არანაკლებად მნიშვნელოვანი. რაილის ირანს. ისრაელს რაილის ეს იმდენად შედარებით მეორე ხარისხოვანია, იმიტომ რომ მოიერიშია და უკანონოს ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ თუ ირიბად წითელ ზღვაში და სპარსეთის ყურეში შეყვანილია სამხედრო ფლოტი ამერიკის ავიამზიდები და ირანული განახლებული ირანის მხრიდან განახლებული სარაკეტო შეტევებს უკვე ვეღარ უძლებს გუმბათი, რკინის გუმბათი ისრაელის თავზე. ძალიან ესე იგი დიდი დაზიანება მიიღო ისრაელის სახელმწიფო სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა რაოდენობისა და სიმძლავრის აფეთქებები მოხდა ქიმიური ქარხანა აშკელონში მე მგონი და თვითონ თავად ტელ-ავივი დაზარალდა საკმარისად, მაგრამ ისრაელს უდგას ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურიდან და ასე შემდეგ მოკლედ საზღვაო ფლოტიდან ეხმარებიან ირანული რაკეტების ჩამოგდებაში. ეს უკვე აღარც იმალება, მედია აჭრელებულია, ლაივ კამერები აქვს ყველა ცნობილ სააგენტოს ჩართული და ესე თქვა პირდაპირ რეჟიმში უყურებთ როგორი იმობება ჯერ ირანი და შემდეგ როგორ პასუხობს ირანი უკვე ისრაელს. აქ მნიშვნელობა აქვს ირანს რა ეშველება. პირველი 8 საათის განმავლობაში შტაბ-ეშტილება იყო ისეთი, რატომაც არ ჩავწერე ვიდეო, რომ მე სიმართლე გითხრათ, მე მგონა, რომ ალბათ ირანი გამოაცხადებდა კაპიტულაციას. გამომდინარე იქიდან რა კადრები დაიდო, უმაღლესი სამხედრო გენერალიტეტი განადგურდა ატომური მეცნიერების, ანუ ვინც ატომურ პროექტზე მუშაობს, 8 თუ 10 წამყვანი პროფესორები, ფაქტობრივად უმეტესობა მათ შორის პროფესორი იყო, თანამშრომლები გაანადგურეს და მეგონა რომ ირანის სახელმწიფო ალბათ საათებს ითვლის თქო და ველოდი რუსეთის მხრიდან უკვე საშუალო ნაბიჯებს რომ გადაერჩინა ირანი ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის ირანი, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ და როგორც ჩვენ ვიცით, ანუ იმ გეოგრაფიულ პოლიტიკურ ვითარებაში. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის, რომ ნეთანიაჰუ ამბობდა, რომ ესე იგი ჩვენ ირანელ ხალხს არ ვებძვით, მაგრამ ჩვენ გვინდა სისტემის შეცვლა. ესე იგი აიათოლების სისტემის მორღვევა სურს პირადად ნეთანიაჰუს და როგორც ჩანს ისრაელის ამჟამინდელ ხელისუფლებას. ეს რას ნიშნავს? თუ ირანში აიათოლების ეს სისტემა სარწმუნოებრივი ვერტიკალი მოირღვა, ირანი ინფორმაციით, როგორც ჩვენ მას ახლა დღემდე ვიცნობთ, აღარ იქნება. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ირანის რღვევას. ვინც არ იცით, ჩრდილოეთ ირანში 18 მილიონამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ზუსტად რაც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ეს გამოიწვევდა სერიოზულ შიდა კატაკლიზმს, იმიტომ რომ ფაქტობრივად აიათოლების სისტემა არის საფუძველი სიმყარისა ამჟამინდელი ირანის. არ დაგვაუწყდეს, რომ 79 წელს განდევნილი შახის ვაჟი არის ევროპაში, ისიც გააქტიურდა და ამბობს, რომ მას სურს ირანში დაბრუნება და ირანის ხალხის გვერდში დგომა, აქ იგულისხმება ისო სათავეში მოსვლა, ოღონდ უკვე სხვა ირანის. და შეგახსენებთ, რომ 79 წლამდე ირანი არ იყო ორთოდოქსული მუსულმანური სახელმწიფო, ეს იყო სვეტური საზოგადოება, ანუ სამოქალაქო საზოგადოება, სხვათა შორის როგორც ისრაელია თავად. და მოკლედ აი ამ გარემოებიდან გამომდინარე, თუ ეს რღვევა დაიწყება ირანში, ეხლა უკვე ეჭვმეპარება, მაგრამ პირველ-მეორე დღეს მქონდა ეს ეჭვი, მაშინ ირანი დაიშლება და მოირღვევა. და
ამას ხელს უწყობს როგორც ჩანს ისრაელის აგენტურა ირანში, ანუ შიდა ოპოზიცია. რამდენად გაუმკლავდება, ეხლა უკვე იმედი მაქვს, რომ გაუმკლავდება ჩანს მაგის წინაპირობები, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, პირველ 48 საათში მეგონა რომ ეს გარდაუვალი პროცესი იქნებოდა. მაგრამ აქვე ვთქვათ ისრაელზე ისრაელის ხელმძღვანელი, კერძოდ ბიბი ნეთანიაჰუ ხშირად იყენებს ხოლმე წმინდა წიგნებს, ისეთები როგორც არის ტორა, ანუ ძველი აღთქმის პირველი 5 წიგნი და ტალმუდი, ანუ ცხოვრების წესი ებრაელთა. თუმცა ნეთანიაჰუს მორწმუნეობა და ესე ვთქვათ ორთოდოქსობა და ესეთი რელიგიურობა გამომდინარე მისი წინაცხოვრებიდან ცოტა საეჭვო არის და როცა გაერის ტრიბუნიდან ხმამაღლა აფრიალებდა ხან ტორადან მოძღვრებებს და ხან ტალმუდიდან ცოტა გასაკვირი იყო, იმიტომ რომ ვინც არიცით, გეტყვით რომ ისრაელიც არის სვეტური მოწყობის საზოგადოება, ანუ სამოქალაქო საზოგადოება, აი მაგალითისთვის ეხლა თელ სოფლიოში არის LGBT პრაიდის კვირეული თუ ორ კვირეული და ეს ამბები რო არ დაწყებულიყო, მაშინ თელ-ავივში იყო გეი აღლუმი დაგეგმილი. სხვათა შორის ყველაზე დიდი გეი აღლუმი ეწყობა თელ-ავივში, მილიონამდე გეი აქტივისტი ჩადის და წარმოიდგინეთ, აი ესეთი სახელმწიფოა. და ამავდროულად ისრაელში ცხოვრობენ ორთოდოქსი ებრაელები, რომლებიც გამომდინარე იქიდან რომ თვითონ დასახელება ორთოდოქსი, ანუ მართლმადიდებელი ებრაელები, რომლებიც საერთოდ არ აღიარებენ არც ისრაელის ინფორმაციის სახელმწიფოს, რასაც ეხლა წარმოადგენს ისრაელი და არ აღიარებენ არც ნეთანიაჰუს და არც მის მმართველობას. აი ესეთი დიქოტომია ამ პატარა სახელმწიფოში, მაგრამ ეს ებრაელების პრობლემა თვითონ მოგვარდებიან ასე თუ ისე. აქ ირანია მთავარი. აკი გითხარით რომ ირანი ფაქტობრივად მე ესე მგონია გადაურჩა შიდა არეულობას და რევოლუციას და დაშლას, რაც ბუნებრივია მისასალმებელია ზოგადად რეგიონისთვის. და რატო ვამბობ ამას? ორი მიზელი, ერთი ლოკალურად ახლა აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ზონა და არაბულ ზონაში და ბოლოს ვიტყვი კავკასიისთვის რა საშიშროება ქონდა ამ ყველაფერს. ის რომ ესე იგი ირანელები არიან შიიტები, თემოსოფლიო მიწის ეს, მაგრამ ეს შიიტები თვითონ ისლამურ სამყაროში არიან აბსოლუტურ უმცირესობაში, 10%-მდეა. და ფაქტობრივად თანაფარდობა ისეთია, როგორც კათოლიკურ სამყარო და მართლმადიდებლური სამყარო. ერაყში არიან ნაწილი, ერაყი არის შიიტური და მისი პროქსი ძალები. მაგალითად, როგორიც იყო ჰეზბოლა ლიბანში, იქითკენ იემენში ხუსიტები თუ არ მეშლება, მეგონი არ მეშლება, ისინიც შიიტები არიან, ან ყოველ შემთხვევაში პროშიიტური ძალები არიან. მოკლედ, მთელი არაბული სამყარო სპარსელების ყოფნა არ ყოფნის საქმეს უყურებენ, ისე შორიდან აკვირდებიან, როგორც მუსლიმები ბუნებრივია წინააღმდეგობას უწევენ ისრაელის აი ამ დამოკიდებულებას, თუმცა გულის სიღრმეში პრინციპში წინააღმდეგები არ იქნებოდნენ, რომ ეს რაღაც ერთგვარი შიიტური უცხო სხეული ამ მთლიანად სპარსულ არაბულ სამყაროში რომ აღარ იყოს. მაგრამ სად იყო და სად არა, თურქეთმა გააკეთა ესეთი მკვეთრი განცხადება, მხოლოდ განცხადებით შემოიპრაგლა და თქვა, რომ ისრაელის წოდავს და ამ შემთხვევაში ირანი მართალია. პრინციპში ერდოღანისგან მეც არავინ არ მოელოდა, ხა დახმარებას ვერ გაუწევს და ასე შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება გუშინ იყო ამის ანონსი და უკვე დღეს გაკეთდა, რომ პაკისტანმა გააკეთა შემდეგი პოლიტიკური განცხადება, რომ თუ ირანზე მიიტანდა ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დაუშვათ ბირთვულ შეტევას, პაკისტანი დაუჭერდა მხარს
ირანს და საპასუხო ბირთვულ დარტყმას მიაყენებდა როგორც ისრაელს, ასევე ამერიკულ ფლოტს წითელ ზღვაში და სპარსეთის ყურეში. და ამ ხელა საფრთხის მერე უკვე ირანის ცოტა მყარა დადგა და რაც კი თავის რეზერვი აქვს არაკეტო, ყველაფერს იყენებს, არ იშურებს და ამიჯერეთ არც დრონებს და არც რაკეტებს და ამას კიდე ემატება ერთი გარემოება ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში და ზოგიერთმა ბლოგერმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ მიუხედავად იმისა, რომ თეირანის ცა არის ჩაკეტილი სადღაც სარეზერვო აეროდრომზე მოკლედ, რა თქმა უნდა, სამხედროზე ჩინური ბორტები შენიშნეს, ანუ მძიმე სატვირთო ავიაცია. ეხლა წყალს და პამპერსებს რო არ ჩაიტანს ჩინეთი, ხო წარმოგიდგენიათ. და ისედაც ცნობილია, რომ პაკისტანის შეიარაღებული ძალების უკან ფაქტობრივად დგას ჩინეთის სამხედრო რესურსი. რა საიშროება ექნებოდა საქართველოსთან დამოკიდებულებაში. იცით ალბათ, რომ მე ესე ვთქვათ, ყოველი ვიდეოს მერე ერთგვარ რეზუმეს ვაკეთებ საქართველოს რა ამ შემთხვევაში. ერთი ის, რომ ირანის რღვევის შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაიძრებოდა ბუნებრივია აზერბაიჯანში. ნაწილი ალბათ აზერბაიჯანში არ გაჩერდებოდა და ესე დაიძრებოდა ევროპისკენ და ჩვენ ხო ტრანზიტი ვართ და 2019 წელს ხელი გვაქვს მოწერილი ბატონი ზალკალიანის დამსახურება ეს ყველაფერი რომ ჩვენზე უფლება ანუ ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ მიგრაციის ტალღა რომ ჩვენ ტერიტორიაზე გაიაროს ეს ისედაც აი დაძაბულ სიტუაციას რაც საქართველოში აი იმას გააორმაგებდა, უფრო გაამწვავებდა და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ აი ამ შემთხვევაში როცა ირანის ფაქტორი მოირღვეოდა ამ შემთხვევაში თურქეთი და აზერბაიჯანის საერთო ინტერესები რომ ზანგეზურის კორიდორი გაიჭრას, უკვე ამას წინააღმდეგობა ფაქტობრივად აღარ იქნებოდა. და აზერბაიჯანი შეიქმნიდა თურქეთთან სახმელეთო საზღვარს და ეს იქნებოდა დიდი თურანის პირველი გადადგმული ნაბიჯი. ისედაც აზერბაიჯანშიც და თურქეთშიც თვლიან, რომ სომხეთის ამჟამინდელი ტერიტორია ეს არის დასავლეთ აზერბაიჯანი. ხო წარმოგიდგენიათ. და ეხლა აქ ყველა აი ამ ესე ვთქვათ სიტუაციაში პატარა საქართველო, რომელიც ინტერესებს შორის დაპირისპირებაში ისევ და ისევ ხდება. და ბოლოს კიდე არ დაგვაუვისდეს, რომ ჩვენი ჩtildeოელი მეზობელი როგორც ჩანს აი ამ ხელშეკრულების საფუძველზე რაც ირანთან დადო დადგებოდა ჩინელების გვერდზე, ანუ როგორც პაკისტანი პროქსი ძალა და არც რუსეთს არ აწყობს სამხრეთ კავკასიაში ბუნებრივია არეულობა, იმიტომ რომ ამით ფაქტობრივად დაიკარგებოდა აზერბაიჯანზე გავლენა, სომხეთს საერთოდ ფუნქციად რჩებოდა ზანგეზურის კორიდორი თუ გაიჭრებოდა, მოიჭრებოდა გარე სამყაროდან და მარტო საქართველოს იმედად კიდე რუსეთს აშკარად არ სურს დარჩენა აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ ორომ ტრიალში. და ასე მგონია, რომ არც რუსეთი დააკლებს მცდელობას, როგორც ჩინეთი, პაკისტანის გავლით და მოკლედ ჩინეთი და რუსეთი შეეცდება, რომ სახელმწიფო ირანის სახელმწიფო აი ამ მდგომარეობით ამ ფორმაციით შეინარჩუნოს. და ალბათ ასეც იქნება. თუმცა ყოველ დღე სხვადასხვა ამბები ვრცელდება, სხვადასხვა აზრი იდება, სხვადასხვა ანალიტიკური დასკვნები იდება და აქედან გამომდინარე ეს მხოლოდ დღევანდელი ორშაბათის დღით ჩემი ერთგვარი შეჯამება. შეგახსენეთ, რომ კანადაში ამჟამად ზუსტად მიმდინარეობს G7-ის შეხვედრა და იქ ტრამპი ჩავიდა და საინტერესოა ხვალ-ზეგ-მაზეგ რა განცხადებას გააკეთებს ტრამპი, ანუ დაუჭერს თუ არა ისრაელს უკვე როგორც არა მორალურად, არამედ ფიზიკურად სამხედრო ძალის გათვალისწინებით. მოკლედ ესეთი დრამატული სიტუაციები ვითარდება ჩვენთან სამხრეთ საზღვრებზე და ნახოთ დაველოდოთ
და რა ვიცი, უფლისა და ღმერთის წყალობით იქნება გადარჩეს ეს ყველაფერი და შესაბამისად საქართველოს ამ ყველაფერში მშვიდობიანად გამოვიდეს. ეს არის ყველა ქართველის სურვილი, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, თუ ამჟამად დედამიწის რომელ წერტილში იმყოფება. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ და მშვიდობიან ღამეს, მშვიდობიან დღეს გისურვებთ.